I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. ინტერნეტ სივრცეში ლეგენდარულმა Snoop Dogg-მა სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოასწრო აფრენა, უმეტესად კონსერვატორული შეხედულებების მაყურებლების თვალებში და შემდეგ უსიცოცხლო დანარცხებას. ამ ამბავი შემდგომშია. სულ უახლოეს წარსულში Snoop-მა ერთ-ერთ პოდკასტზე ილაპარაკა თუ როგორ ყავდა მას წაყვანილი თავისი შვილიშვილი კინოში მულტიპლიკაციურ ფილმზე და სცენაზე სადაც შვილიშვილი ჩაეძია ბაბუს თუ როგორ ყავთ ორ ქალს შვილი, ამან Snoop-ი საკმაოდ უხერხულ და შემდეგ უკვე ბრაზით სავსე სიტუაციაში ჩააგდო. ის თვლის, რომ ეს ყველაფერი პატარა ბავშვების გონებიდან და ყოფისგან ძალიან შორს უნდა იყოს და ის წინ აღუდგა ამას. აპლოდისმენტებისთვის მომემზადებით, ეხლა გადავდივართ ყველაზე საინტერესოზე. ამაზე რა თქმა უნდა პროგრესულ ნაწილს ინტერნეტში ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ითხოვდნენ, რომ Snoop-ი საერთოდ აეგრძალათ და მისთვის საჯაროდ გამოსვლების უფლებებიც კი შეეზღუდათ, მაგრამ Snoop-ი ადგა, როგორც ნამდვილ განგსტას შეეფერება, სისტემას არ დაუჩოქა, გამოუშვა ახალი სინგლი, სადაც მიწასთან გაასწრო ყველა და როგორც ადრე, ეხლაც ხალხის ჩუმი ხმის გამოძახილი გახდა მიკროფონთან. ეს ძველი Snoop-ი ალბათ ეგრეც იზავდა, მაგრამ ჩვენ სხვა Snoop-ი გვყავს და ჩვენი განგსტა Snoop-მა უკან განგსტერულად დაიხია. და თან როგორ? განა გაჩუმდა. არა. ამ პროტესტის ბოლომდე მოსამშრალებლად, ესე ვთქვათ, მან ყველაზე მუხტიან და აგრესიულ LGBT ორგანიზაცია Glee-თან ერთად თუ პატრონაჟით, მისივე საბავშვო მულტფილმისთვის დაწერა სიმღერა Love is Love. სიყვარულია და ის საოცრება მულტფილმში ერთსქესიანი წყვილები ჩდებიან. რა თქმა უნდა ცხოველების, მაგრამ მაინც. და Snoop-ი გვიხსნის, რომ რა მოხდა? ყველა მშობელი ყოველთვის განსხვავდება და ეს კარგიცაა, რადგან თავარი ისა, რომ სიყვარულია და მერე არ ჩერდება და ასე სიყვარულია და გვიმტკიცებს ამას რამდენიმე წუთის განმავლობაში. ერთ სიტყვი. ნამდვილად არ ვარ არავის წინააღმდეგი და ამ ქვეყნად ფიქრობ რას და სიყვარულს ნამდვილად ბოლოს უნდა ვებრძოლეთ, მაგრამ ამხელა გენგსტა თუ ხმას იღებ. ან მიაწექი, ან ესეც არ უნდა ჩაისვარო, მერე გაღიმებმა ლავ რომ უნდა იყვირო 10 წუთით თორე არ გაპატიებენ. მესმის, ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული, მაგრამ თავისი ღირებულებების, რომლებიც დღეს არ მოდიან თანამედროვე დინამიკასთან სინთეზში, ბევრი ცნობილ ადამიანს შეუქმნა პრობლემები და ზოგმა გააგრძელა ბრძოლა და თავის დახრა მაგათ და ზოგმა დათმო და არც ესენი არიან ტყუნები ჩუმად გაჩუმდნენ სადღაც, მაგრამ ამხელა ეპოქალური განგსტა რეპერი, ქუჩის ხმის, პირველი წევრი და გამოძახილი ვინც იყავი და ხალხის ხმას ვინც დიქტირებდი, თავის პროტესტის მერე აეცანცარებინათ და ესე მარიონეტად ექციათ, ეს woke მიმდინარეობისთვის ნამდვილად ახალი მწვერვალის დაპყრობა არის და თუ იმეს რამე ილუზია გქონდა, რომ სადღაც უკან იხევენ, აგერ მაგალითები გვაქვს, რომ არაფერსაც არ იხევენ. მელ გიბსონი კვლავ წმინდა თემას ეხება. მისი დიდი ხნის ნანატრი ქრისტეს ნებანის ახალი ნაწილის გადაღება ოფიციალურად დაიწყო, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით. ჯეიმს კევიზელს ფინელი მსახიობი იაგ ოტონინი შეცვლის, რომელიც ცნობილია ვიკინგებისა და უკანასკნელ სამეფოში შესრულებული როლებით. ორიგინალურ მსახიობთან დაკავშირებით პრობლემები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წელზე მეტი გავიდა და კევიზელისა და მონიკას ციფრული დაბერების იდეა მხოლოდ ბიუჯეტის გამოთვლამდე ჩანდა დამაჯერებელი. ამიტომ გიბსონმა გადაწყვიტა ბიოლოგიასთან არ ებრძოლა და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მხოლოდ შეინარჩუნოს რეჟისორის სავარძელი და მისისთვის დამახასიათებელი დახვეწილი წმინდასა და პროვოკაციურ შორის უნარის შენარჩუნება. ახლა მარია მაგდალინელს კუბელი მსახიობი მარიელა გარიგა შეასრულებს. მარიას კაეს სმუტნიაკი, პეტრეს პიტერ ლუიჯი პაჩინი. ხოლო პილატეს როლს რიკარდო სკამარჩია შეასრულებს, რომელსაც შესაძლოა ჯონ ვიკი 2-დან იცნობდეთ. რუპერტ ევერეტიც გამოჩნდა პატარა, მაგრამ სიმბოლურად მნიშვნელოვან როლში. გადაღებები რომში უკვე მიმდინარეობს და მასშტაბურ პროექტსაც კვირდებიან. სიუჟეტი ორ ნაწილად დაიყოფა. პირველი გამოვა 26 მარტს 2027 წლისა და მეორე უკვე 6 მაისს, ზუსტად 40 დღის შემდეგ.
ორივე ფილმის მოქმედება იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ვითარდება. კვენტინ ტარანტინო საბოლოოდ გამოუშვებს მოკალი ბილის სარეჟისორო ვერსიას დიდ ეკრანზე და ეს იქნება ერთიანი ფილმი ყოველგვარი დაყოფის გარეშე. თავდაპირველად მას ჰქონდა განზრახული, რომ არა ტომები, არამედ ერთი გრძელი საგა ყოფილიყო, მაგრამ სტუდიამ გადაწყვიტა ეს ორად გაეყო. და მთელი ამ წლების განმავლობაში ტარანტინოს პირადი სრული ვერსია, რომელიც ცნობილია როგორც სისხლიანი რომანი, მტვერს იკრავდა. ახლა ყველას გვაქვს შანსი ვნახოთ ეს ამბავი ისე, როგორც რეჟისორს ჰქონდა განზრახული. გარდა ამისა, აქამდე უნახავი 7 წუთიანი ანიმაციაც კი იქნება. კვენტინმა თავად განაცხადა, რომ მან ეს ერთიან ფილმად გადაიღო და სიამოვნებით აძლევს გულშემატკივრების შესაძლებლობას ნახონ ის ამ ფორმატში. ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, ხელახალად გააღვიძა ჭორები მოკალი ბილის შესაძლო მესამე ფილმის შესახებ. ქსელში გაიხსენეს საუბარი იმის შესახებ, რომ უმა თურმანის ქალიშვილი მაიკლ ჰოუკი შეიძლება გამხდარიყო მთავარი გმირი და გაეგრძელებინა დედის საქმიანობა. თავად უმამ რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში მიანიშნა, რომ გარკვეული დისკუსიები დიდი ხანია მიმდინარეობდა და მას სამწუხაროდ არ სჯერა, რომ ეს რეალობად იქცევა. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად ტარანტინომ რამდენიმე წლის წინ კატეგორიულად განაცხადა, რომ მესამე ფილმი არ იქნება. მან ახსენა, რომ თურმანთან ჰქონდა საუბარი გაგრძელებაზე და იყო იდეებიც, რომლებიც პირველ ორ ნაწილში არ იყო შეტანილი, თუმცა ამ ეტაპზე რეჟისორი თავად პოზიციას არ ცვლის და იგივეზე რჩება. მოკალი ბილი 3 უახლოეს მომავალში არ იქნება. ასე რომ გამოდის, რომ რეჟისორის ეს ვერსია ამ ლეგენდარული ისტორიის ერთგვარი დასკვნითი წერტილი იქნება და საჩუქარი რეჟისორისგან. საქმე საკმაოდ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს, რომ მსახიობი 10 წლეულის შემდეგ თავის პერსონაჟს უბრუნდებოდეს და ამას რაღა თქმა უნდა აკეთებს შეუდარებელი და ლეგენდარული ჯეკი ჩანი. მან დაადასტურა, რომ იღებს მეოთხე ფილმს ღვთის ჯავშანი. ჩემი თაობისებს უფრო ალბათ დასპეხი ბოგათი ემახსოვრებათ. სერიის დასახელება იქნება ულტიმატუმი. გადაღებას ყაზახური სტუდია SM Entertainment-ი უზრუნველყოფს, რომელმაც ასევე გაამხილა მსახიობის ალმატაში ვიზიტის დეტალები. სტუდიის ცნობით, ჯეკი ქვეყანაშია უკვე და მომავალი ფილმის გადასაღებადაც ემზადება. პროექტი ოფიციალურად დაიწყო და ყაზახეთის საერთაშორისო თანაწარმოების ფარგლებში გაიმართება. ღვთის ჯავშანის ფრანშაიზა შეგახსენეთ, რომ 1986 წელს დაიწყო და სწრაფად გახდა ჯეკი ჩანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი. საბრძოლო ხელოვნების, კომედიის და თავგადასავლების ნაზავით. რაღაცა ინდიანა ჯონსის აღმოსავლური კუნფუ სილეთებით გაჯერებული ვერსია ძალიან მოეწონათ მაყურებლებს. მესამე ნაწილი მისია ზოდიაკო 2012 წელს გამოვიდა და ახლა მსახიობი 13 წლის შემდეგ, უკვე ალბათ 14-ის როცა გამოვა, ისევ თავის როლს უბრუნდება. ყაზახეთის არჩევანიც კი სიმბოლურად გამოიყურება ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა თავგადასავლების ახალ არენად გარდაიქცევა. 2027 წლის 23 ივლისს კუბების ფრენშაიზა ნამდვილ კინემატოგრაფიულ სამყაროდ გარდაიქმნება. პირველი პოსტერი ორი წერაქვით აშკარად მიანიშნებს, ახლა სტივი ერთადერთი მთავარი პერსონაჟი აღარ იქნება. პირველი ფილმის ბოლოს ჯეკ ბლეკი, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა, რეალურ სამყაროში ბრუნდება და შეხვდება გოგონას, რომელიც აშკარად ალექსისის როლს ასრულებს. ორიგინალური თამაშის მეორე ცენტრალურ პერსონაჟს. სიუჟეტი ამჟამად გასაიდუმლოებულია. იმედია შექმნელები ოდნავ მაინც ყურადღებით იქნებიან თავიანთი აუდიტორიის მიმართ და მეორე ფილმში გასულ შეცდომებს გამოასწორებენ. ფილმმა კინოთეატრებში თითქმის $1 მილიარდამდე გამოიმუშავა, მაგრამ ფანებს ასეთი შეგრძნება დაუტოვა, თითქოს მათ მაინკრაფტის ფილმის და სიუჟეტის ნაცვლად მაინკრაფტის მუზეუმი აჩვენეს, მოატარეს. თითქოს არ იყო გადარჩენა, არც ლუთი, არც რესურსის ძიება, მხოლოდ ყუბური გარემო. თამაშის მინიშნებები და ძალიან მოსაწყენი ხუმრობები. მოთამაშეებს ასკარად სურთ რაღაცა განსხვავებული, უსასრულო სამყარო შეგრძნება, სადაც გმირი ხელცარიელი იწყებს და ეტაპობრივად სწავლობს გადარჩენას. თუ სცენარისტები გაბედავენ კვლევის ელემენტის ჩართვას, ფილმს აქვს შანსი იპოვოს ის, რაც პირველ ფილმს აკლდა. და ეს არის სული და სიღრმე. ინტერნეტში გამოჩნდა ზღაპრული საგის მეხუთე ფილმისადმი მიძღვნილი პოსტერი, სადაც ხედავთ ვუდის და ბას მათ საკულტო სამოსებში. თუმცა კოსმიურ რეინჯერს ამჯერად შერიფის სამკერდე ნიშანიც უკეთია, რომელიც გასულ სერიაში ჯესი მიიღო.
ფილმის გამოსვლას კვირდებიან 2026 წლის ივნისში, მეოთხე ნაწილიდან თითქმის 7 წლის შემდეგ დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება იქნება. გასულ ნაწილში ვუდიმ გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაეწყო მომხიბლელ მწყემს ბობისთან ერთად, მაგრამ როგორც ირკვევა, კოვბოის დაბრუნება აუცილებელი არის, რადგან დაეხმაროს თავის მეგობრებს, მათი პატრონი ბონის ყურადღების მისაღწევად, რომელთაც უწევთ კონკურენცია თანამედროვე ჭკვიან მოწყობილობებთან. ორიგინალური Dead Space-ის შემქმნელი მოულოდნელად გამოჩნდა და განაცხადა, რომ მზად იყო დაბრუნებულიყო სერიაში, რომელიც ბევრს უკვე სრულიად დავიწყებული მიაჩნდა. დეველოპერმა აღიარა, რომ დიდი ხნის წინ მან შესთავაზა Electronics მეოთხე თამაშის იდეა და მისი განვითარების ორგანიზებაც კი სცადა, მაგრამ სამწუხაროდ ცალსახა უარი განუცხადეს. Scofield-მა Tracking Distance Studio 2023 წელს დატოვა კალისტრო პროტოკოლის ყველასთვის ცნობილი წარუმატებელი, ესე რბილად რომ ვთქვა, გამოშვების შემდეგ. რის შემდეგაც Scofield-მა უკვე საკუთარი სტუდია Pin Street Games შექმნა და მას ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჯერჯერობით სამწუხაროდ არანაირი პროექტის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია საზოგადოებისთვის. თუმცა ის ამტკიცებს, რომ მას ძალიან უყვარს Dead Space და მზადა თუ ვინმე მას სთხოვს ახალი თამაშის შექმნას, ის ჩვეულებრივად ჩაუდგება ამ ყველაფერს სათავეში და Dead Space-ის მომავალზე შესაძლოა გავლენა იქონიოს თავად Electronic Arts-ის სტრუქტურაში შესაძლო ცვლილებებმაც. რა თქმა უნდა, საუბარი საუდის არაბეთის ფონდის მიერ მის შეძენაშია. ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ რომანტიული ტრაგიკომედია სასიყვარულო ოთუთხედი. ფილმი ნამდვილად გაურებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაღაცა მსგავსი ჟანრის ფილმს ხშირად ვერ შეხვდებით. ერთის მხრივ ყავს თავარი გმირები, რომლებიც საერთოდ ყველანაირ მორალურ ღირებულებებს არიან მოკლებულები. სექსის ამ დონემდე აფიშირება და მისი ესე არასწორად მოწოდება თითქოს ნეგატიურ განწყობას ქმნის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვეული გრაციისა და ინტიმის მაგივრად ტლანქა და რაღაც არასწორი განწყობითაა მოტანილი. მეგობრები, რომელსაც ერთმანეთის ცოლები განა ცხოველურად უნდათ, არამედ ეტრფიან, ოცნებობენ. ის ცოლებიც ამათ იცვლიან თითქოს საზღვაო კოსტუმები იყვნენ. მამაკაცები მაქსიმალურად უუფლებოები და მდაბიოები, ქალები ამორალურები და აღვირახსნელები. თანამედროვეობაში ამ ფილმსაც უმორალოს უკვე ვეღარც ვარქვებ, იმიტომ რომ იმდენი მხდება უკვე მსგავსი მორალით, რომ რავი, შეიძლება მორალში შედის. გვაჩვევენ? თითქოს კაი რა მოხდა შეხედე ამას იუმორი და გაგები. რაც, არ ვიცი, ჯერჯერობით ძალიან შორსაა ჩვენი რეალობიდან და ნეტავ კიდევ ძალიან დიდხანს დარჩეს ესე. ხოლო მეორეს მხრივ ფილმი არის ძალიან კარგად გადაღებული. რაღაც მომენტში რეჟისორმა თითქოს ძალიან სწორად დაიჭირა მომენტი და სიუჟეტი იმდენად აბსურდული, უტრირებული და იმდენად თან მოსალოდნელად, თან მოულოდნელად სასაცილო გახადა, რომ ირონიით და ბოლოში იუმორი დავიწყე ყურება. თან საკმაოდ ხარისხიანი იუმორია. საერთოდ აღმოჩენა იყო ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მაიკლ ანჯელო კოვინო, რომელიც ამავდროულად რეჟისორიცაა და სცენარის ავტორიც აღნიშნული ფილმის. ძალიან მაღალი დონის სცენოგრაფია, ოპერატორული ნამუშევარი. გარშემო ყველაფერი თითქოს 2000-იანი წლების რეკლამასავითაა ლამაზად, მაგრამ ხედავთ, რომ დაშლილია და გამოშიგნული. კომფორტის ზონაში ფაქტურად არავინაა. და ბოლოს განა ასწორებენ მოცემულობას, უბრალოდ იღებენ და აგრძელებენ იმაში ცხოვრებას, რაც აქვთ. იმიტომ რომ მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული აზრისა, ხანდახან პირიქითაა, განა საზოგადოება და მოცემულობა რაც შენს გარშემოა, რაღაც დაუმსახურებლად აგატყდა თავს და ამ წყევლისგან თავის დასაღწევად ყველა ხიდი უნდა ჩატეხო, საერთოდ გაუგებარი სვლები აკეთო და ბოლოს როგორც იქნა დააფასო. არამედ უნდა გაიაზრო, რომ შეიძლება რაც შენ გძალობს, იმ ვერსიის საუკეთესო ვარიანტს გადიხარ და არ გეკუთვნის კოშკები და წითელი ხალიჩები და ამის გააზრებით იღებ შენ ცხოვრებას და ხდები რეალურად ბედნიერი. იმიტომ რომ ამ ძიებაში უკეთეს კი არ პოულობ, უბრალოდ იგებ, რომ არც მეზობლის ეზოშია ბალახი უფრო მწვანე ვიდრე შენთან. აუცილებლად სანახავი ფილმია, ვით უმეტეს ვიცაც კინო უყვარს. კინოთეატრში რომ გითხრათ, აუცილებლად და თან რახან რომანტიული ფილმია საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა ნახოთ და ვით უმეტეს თინეიჯერებს მიუმართავ პაემაზე წაიყვანოთ გულისწორი, ნამდვილად არა. მაგრამ დასრული აუდიტორიისთვის, საღამოთი, დივანზე,
ღვინით ხელში ნამდვილად არ დაკარგავ დროს და თუ თავიდანვე ჩემგან განსხვავებით იუმორით მიუდგები და ეგრე დაიწყებთ ყურებას, მართლა ძალიან კარგ დროს გაატარებთ. ფილმს კი შევაფასებდი 10-დან 7-ით. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეობამდე. კარგად. They know we don't come to play.